ჩვენ არასდროს არ ყოფილა ჩვენი მხრიდან ეთნიკური კუთხით კვლევობა. 2200 აფხაზი ცხოვრობდა სოხუმში მთელი ომის განმავლობაში, მათ შორის ალექსეი გოგუა აიძულეს პირველი თავმჯდომარე. ბოლო დღემდე თამარა კოღონია რომ დაიღუპა იმათის გასრომილი ჯური ჩვენ დავასახვა. ეთერი მაპატრი, ხო. და ასე შემდგომ. ეს ადამიანები როდესაც უკვე იცოდნენ რომ სოხუმი უნდა აიღოთ, ჩვენ ნავებზე დავშვით ივლისში და გავიყვანეთ თავისი ბარგი ბახანი ძაღლებითა და ყველაფრით გავიყვანეთ გუდაუთაში. ეს ხო ფაქტია, ამას რომ ვერ გაეცემა. ეს ხო მეტყველებს იმაზე რომ მე ძალიან მაინტერესებდა ეს საკითხი და არასდროს არ გავშერებდი და არც გავშერებდი. და როდესაც ნახე ალი ჯერგენიას, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ ინტერნეტში, მისი მონაცემები თუ რა დააკეთა ქართველებმა პირიქით, იმ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენ ვიყავით აკონტროლებით. ესე იგი, დაწერილია, რომ 1000-ობით აფხაზი დაიხოცა და მოკლეს ქართველებმა და ატომური ჩურვებიც, ბომბაკერები, ატომური ჩურვებიც კი გამოიყენესო, ეს უწერია. მაგრამ არ არის ალბათ ჯერგენიას ეს, ამას თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ არის ინტერნეტში. რა თქმა უნდა, ამას ძალიან სკრუპულოზულად ჩავუჯერდით და გავიარეთ თავიდან ბოლომდე და შეეშალა ერთი რომ გვარებია დასახელებული, რამდენია დაღუპული. მე 100-მდე გამომივიდა. აქედან 2-3 საქმე ვიცი რომ ისე ქართველები არიან, ისე ქართველების მიერ მოკლული ოშამშის რაიონში. ეს უმეტე არ მიდახვალ შეთქვას ლაპარაკი. ერთ სიტყვით ადეკვატური პასუხი ნამდვილად არ არის, სად 5000 და სად თუ კიდე 500. გამიგეთ და არანაირად ეთნიკური ნიშანი არ ჩანს. გაგრის მერე იყო პატარა მცდელობა ერთი 1000-მდე სოხუმში. იმიტომ გაგრაში რაც იყო იცი დამკარგად, ეს უცებ იბადო და ეგრევე გააჩერეს და ასე შემდგომ და ჩვენ არ მიუხედავად იმისა, რომ მართლა იყო ზარცვა, მართლა იყო მთელი ამბები რაღაცეები, არავის არ მიუცია არასდროს იმის ნება. ხო და იმას ლაპარაკობ. ნება იმისა, რომ აი აფხაზი მოიყვეთ, იმიტომ რომ აფხაზი იყო და ამის მაგალითი იქ არის, დაიბილარას თავმჯდომარეები იჯდნენ იქ და პრობლემა არ იყო. მაგრამ აქ ცოტა სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. როცა ლაპარაკობ ჩვენ გენოციდის და ეთნიკურ წმენდაზე, რა თქმა უნდა ეთნიკურ წმენდას ვინ გაეცემა 300.000 აგებულა, ხო? მაგრამ გენოციდი მესმის რომ ფაქტებია, იქ საჭიროა გვამი საჭიროა რაღაც ბევრი სხვა ის არის, მაგრამ მოდი თქვათ რა ახლა, მე არ ვიცი, მაგრამ როგორ მიაღწიეს იგივე ბატონო? ეტაპებია, ხო, იგივე არმენებმა მიაღწიეს 1915 წელს რაღაც თავისი დროს ბევრ ქვეყანას აღიარებინეს გენოციდი, იყო არ იყო. ესე იგი, კიდე ხაზ გავუსვამ, ვინმეს გონია, რომ აფხაზ ეთნოზე ლაპარაკი არავითარ შემთხვევაში. პირადად ლაპარაკი, ეს არის ადამიანებზე, პირადულად. როდესაც ლაპარაკია გენოციდის საკითხზე, არასდროს არ არის ლაპარაკი ეთნოს, ლაპარაკია პირად შემსრულებელს. იქ არაჯიჩი იყო თუ ვიღაცა იყო, არავის არ უთქვია, არც იტყვის არასდროს, რომ აფხაზმა ეთნოსმა გაატარა ეს. ის რომ დაუშვა ეს ვანგალო, ეს პოლიტიკური შეფასება. ვინ გააკეთა აი ზუსტად შეეცო ვინ ისროლა, ვინ მოკლა, ვინ გასაბრძანება, ამაზეა ლაპარაკი. ხოცავდა აი მასობრივი. მაგრამ არა ეთნიკური ნიშანი. თქვა ბატონო ავთანე, ბატალიონი აქ შეიძლება კიდე რაღაცაზე ლაპარაკი. ეს ნახდია რომ არა, ეს მასლაპარაკი ბატალიონში კიდე 2000 კაცი ომობდა და ვინ რა გააკეთა საკეთემა. ამიტომ ბატალიონსაც ესე ვერ იტყვი. ამიტომ მე რა გავიდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან კონკრეტული სამუშაო. გენოციდი არის არა მარტო ხოცვა, გენოციდის ერთ-ერთი სტატია არის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების დევნა, არა მარტო ხოცვაზეა ლაპარაკი. თქვენ ისი დამკარგად, რომ ჩვენ ბატონიშვილი თავისი შემოგარენით იმ 40 კაცით, რომელიც ირგვლივ იყო, პირველი პირი იყო მაშინ აფხაზეთის ტყვედაპანილი ადამიანი დახოცეს, მამა ანდრია ყურაშვილი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აქ გენოციდის ნიშნები ძალიან ბევრია, მე რომ ვკითხო. ჩემი უსოდერობიდან გამომდინარე თუნდაც. ნახოთ უფრო ღრმა იურისტები რას იტყვიან. ამიტომ ლაპარაკი იმაზე რომ არ ზავა ეს, მე იცით რა, არ მინდა ახლა გავზარდო აქ რაღაც ისეთი მძიმე ფაქტებით, მაგრამ ის რომ სოფელ ახალდაბაში 300 ქალი პატარებიდან დაწყებული ბავშვები საერთი თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ და იქ ერთმა გოგონამ, რომელიც დღეს ახლა როგორც იყო ჯერ
დაწერა შუა მეგობარმა ამაზე ეს ნამდვილი ფაქტია 52 კაცმა ვინც გააპატიურა თავისი სახელი და გვარი დააწერა ტანზე და დავივიწყოთ ეს ყველაფერი არაფერი არ მოხდა საოცრად გეგმაზომიერად კეთდებოდა ქართველების გენოციდი და რაში ჩანდაკეს ამ ხაზს ძალიან დიდი პატიცემა უფროსის იცით ნუ უფროსი ადამიანების ეს იყო ხაზში ყოველთვის და ძალიან ბევრი ფაქტია ბებიების ბაბუების 80-90 ადამიანების დახრება, მოკლა, დაუპატიურება, რა ვიცი, რაღაც საშინელებები და დიდხანს ვფიქრობდი რომ ამას ახაზი არ გააკეთეს, რა ხდება. და მე ვიხდი რომ ის ამას აკეთებდა, ეს არის ის ეროვნებაზე მე არ ჩერდები ეს, მაგრამ ის აკეთებდა ძალიან გეგმაზომიერად. ხიდი უნდა ჩაეტეხა. იმ ბაბუას ერთი შვილიშვილი ყავდა ახაზი, მეორე შვილიშვილი ყავდა ქართველი. და აი ამას ანგარებდა. იმდენად წინასწარ გათვლილი ნაბიჯებით კეთდებოდა ეს. და ჩვენ იმაზე დავიმორცხოთ ეს რომ იყო თუ არ იყო? იყო. კიდევ ხო გეუბნები, თვითმფრინავი ჩამოვდება, ეს სამოქალაქო თვითმფრინავი იყო, კაცმარცული ეს რომ სამხედროებიც იჯდა, სამოქალაქოებიც იჯდა. მეორე პირველი თვითმფრინავი რომ სოჭიდან მოფრინავდა. საერთო სამოქალაქო იყო, ხო? და სანამ მოფრინავდა სოჭიდან. საერთოდ არ ქონდა კავშირი თქვა აქედან მხრიდან. ამიტომ გენოციდის დამამტკიცებელი ძალიან ბევრი ფაქტია, თუ მას მოინდომებს. საქართველოს თავი, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ყველა ერთად, ჩვენ არ ვასამართლებ ეთნოს. ჩვენ ვასამართლებ პირადად ვიღაც დამნაშავეებს და ეს აუცილებელია. აქ განიხილება საქართველოს. რა თქმა უნდა, აქ უნდა მოხდეს და მე უნდა წავიდეს სტრასბურგში. ჯერ აქ არ არის გავლილი და სად ვეკოთინები. ეთანხმები ავტო, ესე იგი 62 თვარსები პრიმა მოხდია თვარსები, სადაც ეს გვაქვს უფლება და საშუალება გავასამართლოთ ეს და მე გავუშვათ ის. მაგრამ უნდა დავიწყოთ. არ უნდა გავშევდეთ, იმიტომ რომ არავინ არ გვაპატიებს ჩვენ იმ ადამიანების სიკვდილს, რომელიც ვერ დავისწავლეთ. ჩვენ სულ ერთად ალბათ ის გადავჭით სოცმები და ზოგიერთ ჩემი თავი დამაშავე გონია რომ გადავჭით. მაგრამ სანამ შემეძლება, სანამ სულიდებლება უნდა ვთქვათ სიმართლე. იმათვისაც საჭიროა სიმართლე და ჩვენთვისაც საჭიროა. სხვანაირად ვერ შევიგდებით და ვერც ერთმანეთს ვერ მიუტევით და როცა სიმართლეს ვერდით, მიტევება სადმელი იქნება ხელი ჩამორთმევას და ჩახუქება. Ibaris da meskhis miti Sapuzvade dom soplios serets Achar gade khotzir zveli pitsi